თეორიულად დამუშავებული განწყობის თეორიის დებულებები არსებობდა უკვე 20-იანი წლების ბოლოსთვის და დადგა საკითხი რა გზით შეიძლება ეს შექმნილი მდგომარეობა არაცნობიერი მდგომარეობა მზაობისა შეამოწმო ექსპერიმენტულად და რა გზით შეიძლება მისი შეფასება განსხვავებულ პირობებში. მას დამუშავდა ეგრეთ წოდებული შემდეგ დაარქვეს ამას უზნაძის ეფექტი iluzიის გამოვლენის სახით. მას მეთოდი რომელიც დამუშავდა მას განწყობის ფენომენის დასამტკიცებლად იყო ასეთი წინასწარ ცდის პირებს ეძლეოდათ გარკვეული ასე ვთქვათ შესამუშავებელი განწყობის შესამუშავებელი მასალა და შემდეგ ეძლეოდა განსხვავებული მასალა და ის განსხვავებული მასალა აღიქმებოდა არაადეკვატურად. მოდით თავიდან მინდა გითხრათ, რომ ჯერ იქნებ ჩვეულებრივი მაგალითები განვიხილო. ესე იგი, აი ამ შემთხვევაში ჩვენ რო ვთქვით, რომ ზოგი აღიქვამს ამას როგორც სათვალეს და ზოგი როგორც სპორტულ ინვენტარს, ამისი, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტული მართვაც შეიძლება. თუ ჩვენ წინასწარ ცდის პირს მივეცით ოპტიკური ხელსაწყოები, ლუპა, მიკროსკოპი, რაღაცა, ისე იგი პენსნე და ასე შემდეგ, ადამიანი აუცილებლად აღიქვამს ამას როგორც სათვალეს. თუ ადამიანს მივეცით წინასწარ სპორტული ინვენტარი, ამას აღიქვამს როგორც შტანგას. ესე იგი, შეიძლება ექსპერიმენტულად მართო და შეიმუშაო სპეციალურად რაღაცა განწყობა. აი ეს სწორედ ამ ცნებას ქვია და არქვეს ფიქსირებული განწყობა. მას ექსპერიმენტი, რომელიც აჩვენებს ფიქსირებული განწყობის მოქმედებას, ასე მიმდინარეობდა. ან ცდის პირის ხელში ეძლეოდა გარკვეული ბურთების შესადარებლად, ან მხედველობის ველში ეკრანზე ეძლეოდა შესადარებლად წრეები. მე აქ, რა თქმა უნდა, ესეთი სიზუსტით ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ამას სჭირდება ეკრანი და ძალიან ხანმოკლე დროით ჩვენება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შტაბეჭდილება შეგექმნება, როგორ ტარდებოდა ეს ექსპერიმენტი. აი ამას მოვაცილებ. გთხოვთ მაყურებლებს აქტიურად შეადაროთ აი ეს ორი წრე. აი ეს უნდა ხდებოდეს 15 ჯერ, 10-დან 15-მდე. ხუთი ადარებთ 6 7 8 გთხოვთ აი ეს შეადაროთ ერთმანეთს. რას ხედავთ? ტოლებია? არ გეჩვენებათ, რომ იქ სადაც დიდი იყო მარჯვნივ, აქ თითქოს დაპატარავდა და მარცხნივარი დიდი. ნუ უნდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ეს ტარდება სპეციალურ ეკრანზე, ეგრეთ წოდებული ტახისტოსკოპი არსებობს ასეთი ის და აღმოჩნდა რა, რომ აქაც ამასაც აჩვენებენ აი ასე წყვეტილი ექსპოზიციით. ყველა საინტერესო ის არის, რომ აღმოჩნდა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მალე გამოდიან
განწყობის ზეგავლენიდან. ანუ იწყებენ ადეკვატურად იქნიან ახალ განწყობას და ადეკვატურად აღიქვამენ ამ ტოლ წრეებს და არიან ადამიანები, რომლებსაც ასე მაგრად უმუშავდება აი ეს განწყობა, რომ ამის მერე კონტრასტული ეფექტი, ანუ საწინააღმდეგო, ესე იგი იქ სადაც დიდი იყო, იქ პატარა ჩანს, სადაც პატარა იყო, ის დიდად ჩანს, ძალიან დიდხანს რჩება. აი ამ ორი ტიპის ადამიანებს დაარქვეს მას დინამიური განწყობის მქონე ადამიანებს, ვინც უცბად ცვლის თავის განწყობას და იწყებს ადეკვატურად აღქმას და სტატიკური ტიპის ადამიანები. აღმოჩნდა, რომ ეს დინამიკურობა და სტატიკურობა არა მხოლოდ განწყობაში ვლინდება, არამედ ცხოვრებაშიც ძალიან ხშირად არის დამახასიათებელი. სხვადასხვა ტემპერამენტის ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ ამ ექსპერიმენტში ნაჩვენებ წრეებს. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა დაავადების მქონე, მაგალითად შიზოფრენიის დაავადებული საერთოდ ვერ გამოდის იმ განწყობიდან, რასაც შეუმუშავებენ. ესე იგი, აი ამ პატარა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანს აქვს უნარი შეიმუშაოს რაღაცა ფიქსირებული განწყობა და ამის გამო რაღაცა სტერეოტიპი უჩნდება და ძალიან ზოგი ადვილად შეიძლება გამოვიდეს ამ სტერეოტიპიდან, ზოგი უფრო ძნელად. Ну, ანალოგიური ტიპის მასალა იყო შექმნილი უზნაძის მოწაფის პროფესორ ხოჯავას მიერ. ის იყო გერმანული მის მიმართ გაკეთებული. მე მიმაჩნია, რომ თქვენ უფრო ხშირად გიწევთ ალბათ ინგლისური ტექსტების საკითხვა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ აი ასე რიგრიგობით ეკრანზე გამოჩნდება აი ეს სიტყვები. ну table, black, storm, make, task, best, number, room, energy, more. აი აქ რას წაიკითხავთ? ალბათ sin, x, pom და ასე შემდეგ. მაგრამ უცბად ცდისპირი, რომელიც ეჩვევა იმას, რომ ლათინურად დაწერილს, ლათინური შრიფტით დაწერილ სიტყვებს კითხულობდა, აი აქედან გადადიც რუსულ ჩვეულებრივ სიტყვებზე სუპ, უხა, როთ, კოპ, მაგრამ რადგანაც უკვე შეუმუშავდა ლათინურად კითხვის განწყობა, როგორც წესი, ისევ აგრძელებს ლათინურად კითხვას, მაგრამ ისევ გააჩნია ადამიანს. ზოგი მეორე შემთხვევაზე უკვე წაიკითხავს ადეკვატურად იტყვის უხა, როდ და ზოგი ისევ ბოლომდე აგრძელებს, ეგ შეიძლება უფრო გრძელი სია იყოს და კითხულობს ამას, ისევ კობს კითხულობს და ალბათ აი აქამდე რომ მივა, სადაც ტორტია წერია, მარტო აქ შეამჩნევს, რომ ტექსტი გრძელდება რუსული სიტყვებით. ერთხელ კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ეს ფიქსირებული განწყობის გამზომი მეთოდიკა იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა უზნაძის განწყობის თეორიის გათვალსაჩინოებისათვის, რომ კორელაციაში აღმოჩნდა ძალიან ბევრ თვისებასთან პიროვნებაში. ისევ ვიმეორებ მას, ადამიანები განსხვავებულები არიან თავისი პიროვნული თვისებებით და ეს პიროვნული თვისებები ძალიან დიდ კავშირში აღმოჩნდა აი ამ მეთოდიკაში გამოვლენილ თავისებურებასთან. ექსპერიმენტულად დამუშავებულმა მეთოდიკა ექსპერიმენტულად დამუშავებული გვაძლევს შესაძლებლობას დავასაბუთოთ განწყობის ორი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება. განწყობა არის
არაცნობიერი ფენომენი ეს ერთი და განწყობა არის მთლიან პიროვნული მზაობა. რითი შეიძლება დავასაბუთოთ ექსპერიმენტული მეთოდიკით. ის რომ ის არაცნობიერია, ძალიან კარგად მტკიცდება ეგრეთ წოდებული ჰიპნოზში, ისე იგი პოსტჰიპნოტური ფენომენით. თუ ჰიპნოზის დროს ჩვენ მივეცით განსხვავებული ბურთები ან განსხვავებული წრეები და შეუმუშავეთ აი ეს საფიქსაციო ცდები და შემდეგ როცა გამოვიყვანთ ჰიპნოზიდან ადამიანს მივცემთ ტოლ წრეებს, აღმოჩნდა რომ იმ ტოლ წრეებს კონტრასტულად აღიქვამს ადამიანი. ესე იგი, ის რაც ჰიპნოზის დროს შეუმუშავდა და რის შესახებ აბსოლუტურად არაფერი არ ახსოვს ადამიანს, გამოჩნდება ამისი შედეგი უკვე სიფხიზლის დროს. აი, ამით კარგად მტკიცდება ის, რომ განწყობა არის ის მექანიზმი, რომელიც არ არის გაცნობიერებული. მეორე მომენტი მთლიანობა. იცით, აი ამ კონტრასტული ილუზიის ასახსნელად არსებობდა ესეთი ახსნის ცდელობა, რომ აი ასე ხელებში შეუმუშავდება რაღაცა გარკვეული იმპულსი ამ მხედველობაში. სინამდვილეში უზნაძე მას ამტკიცებს, რომ ადამიანს მთლიანად აქვს შედარების მოთხოვნილება და აი ამ შედარების პროცესში მთლიანი რაღაცა პიროვნული მზაობა უჩნდება და ეს იმით მტკიცდება, თუ ჩვენ შეუმუშავეთ ბურთების საშუალებით განწყობა, ანუ შეხების სფეროში, შემდეგ შეიძლება ვაჩვენოთ ტოლი ბურთები უკვე ვიზუალურად დახატულეთ და წარმოიდგინეთ, რომ ის რაც ხელით შეხების დროს იყო შემუშავებული, გადადის, აი ეს ეფექტი გადადის მხედველობაზე. რას მოწმობს ეს მაგალითი? მხოლოდ იმას, რომ ეს არ არის ლოკალური ადგილობრივი მდგომარეობა, არამედ არის პიროვნული გარკვეული მზაობა და იმისი ასე ვთქვათ გამოვლენა.